ხოსნის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს სამსახურიდან წასვლას აიძულებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საიას ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე აღწელებს. ზეწოლის ფაქტს ადასტურებს თავად ბესიკ დონაძე, მის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. საიაში ამბობენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები დონაძეს სამსახურიდან წასვლას აძალებენ და მისგან წასვლის თაობაზე განცხადების დაწერას მოითხოვენ. ეს ამბავი შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, პროკურატურა უკვე ინფორმირებული ამასთან დაკავშირებით და ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ამ შემთხვევაში მაინც არ დაიწყება ზოგადი ფრაზებით საუბარი, რომ გამორიცხულია, რომ ზეწოლა ხდებოდეს, რომ ეს არასოდეს არ მომხდარა და იმედია, რომ სათანადო რეაგირება მოხდება ამ ინფორმაციას როგორც მერიის მხრიდან, ასევე პროკურატურის მხრიდან. ჩვენის გამოკლებით აბსოლუტურად ყველა თანამშრომელს დააწერინეს განცხადებები, მითითება იყო შემდეგნაირი, რომ განცხადებები დაეწერა, თუმცა არ დაესვა თარიღები, იმიტომ რომ ნებისმიერ დროს შეიძლებოდა ამ ადამიანების განთავისუფლება სამსახურიდან. აღნიშნული განცხადებები ინახება აპარატის უფროსის ოთახში ან გამგებლის ოთახში. პოლიტიკური ნიშნით და რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით ჩვენ არავის მათავისუფლებს და არც ესე არ იქნება და არ გაგრძელდება. რამდენიმე ათეულმა ადამიანმა დატოვა თბილისის მერიის რიგები, იმიტომ რომ ეს ადამიანები ან კვალიფიკაციით არ შეესაბამებოდნენ იმას, რაც ჩვენ მათ დავავალეთ და რასაც მათ უნდა გაეკეთებინათ და რასაც უნდა აკეთებინათ. მეორე მხრივ იყვნენ ადამიანები, რომლებიც წინა ხელისუფლების ძალიან აქტიური პოლიტიკური მხარდამჭერები იყვნენ და არ უნდოდა ჩვენს პოლიტიკურ გუნდთან ერთად თანამშრომლობა და მუშაობა. სხვა ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს და მათ შორის ძალიან ბევრი ყოფილი მაღალჩინოსნის ოჯახის წევრები და ახლობლებიც მუშაობენ.